დღეს მოვამზადოთ ძალიან გემრიელი, მარტივი და ბავშვების საყვარელი მარშმელოუ. 10 გრამ ჟელატინს დავასხათ 60 მl წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ სიროფი. 220 გრამ შაქარს დავასხათ 60 მl წყალი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება. შემდეგ დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად წამოვადუღოთ. ჟელატინი გავალღოთ, გადავიტანოთ დიდ თასში და მიქსერით ათქვეფა დავიწყოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ ოდნავ გაგრილებული სიროფი და ვთქვიფოთ, სანამ მასა არ გასქელდება და ფაფუკი არ გახდება. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. მასა გავყოთ ორ ნაწილად. მე გამოვიყენე საკვების აღებავები. ერთი ნაწილი ვარდისფრად შევღებე, მეორე კი ლურჯად. თუ საკვების აღებავი არ გაქვთ, შეგიძლიათ თეთრი დატოვოთ. შემდეგ მივცეთ სასურველი ფორმები. მე როგორც ხედავთ, გავაკეთე მრგვალი მარშმელოუები ორ ფერში, ასევე ოთხკუთხა ფორმებიც. დავტოვოთ რამდენიმე საათით, რომ კარგად გამყარდეს. შემდეგ დავჭვრათ და ამოვალოთ შაქრის პუდრაში. თუ მარშმელოუ გიყვართ, ამ რეცეპტის შემდეგ მაღაზიაში ყიდვა აღარ მოგინდებათ, იმდენად გემრიელია. არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი.